საღამომშვიდობის თქვენ უყურებთ მთავარ 6 საათზე მიშა სესიაშვილთან ერთად. მაშასე ნიკა მელია თავისუფალია, სამთვიანი უკანონო პატიმრობა დასასრულს მიუახლოვდა, რამდენიმე წუთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე საპატიმროს დატოვებს. მას ციხესთან დახვდებიან მისი თანამებრძოლები, მეგობრები, მხარდამჭერები და ოჯახის წევრები. მელია ციხეს ტოვებს პოლიტიკურად და მორალურად კიდევ უფრო გაძლიერებული. მისი გატეხვა ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო, მისი პოლიტიკური პატიმრობა აღიარა ევროკავშირმა. წინ კი ახლა კიდევ უფრო რთული გამოწვევებია წინა თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც რეფერენდუმს უტოლდება თავისი მნიშვნელობით და ახლა როგორც არასდროს ივანიშვილის დასამარცხებლად საჭიროა ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და ამ მხრივ ნიკა მელიას როლი ნამდვილად გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი იქნება. რა ხდება ამ წუთებში რუსთავის ციხესთან, რა აქვთ სათქმელი იქ შეკრებილ ადამიანებს დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერისთვის? ნათია ტრაპაიძესთან გადავინაცვლებთ ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. მიშა, ალბათ ხედავთ თქვენს და ამ პერიოდის განმავლობაში მაყურებელი სულ პირდაპირ ეთერის რეჟიმში ხედავდა კადრს, სწორედ ციხის კადრს, რომელიც უნდა გაიღოს რამდენიმე წუთში ნიკა მელიასთვის, თორე ეს კარი პერიოდულად იღება და აქ ყოველი კარის გაღება არის მოლოდინი იმისა, რომ ნიკა მელია უნდა გამოვიდეს, თუმცა ჯერჯერობით ნიკა მელია არ გამოსულა რუსთავის მე-12 საჯავშლების დაწესებულებიდან. წესით ახლა არის უკვე ფორმალური პროცედურები, რომელიც უნდა წარიმართოს უშუალოდ ციხის ადმინისტრაციაში და სავარაუდოდ შეიძლება უკვე ვივარაუდოთ, რომ ნიკა მელია საკნიდან 224 საკნიდან, სადაც ის თითქმის 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, უკვე ყავთ გადმოყვანილი ადმინისტრაციულ კორპუსში, რომელიც ამ რკინის კართან ახლოს არის, გადიან მასთან ამ ფორმალობებს, დგება გარკვეული დოკუმენტაცია და ამის შემდეგ ის უკვე დატოვებს რუსთავის მე-12 საჯავშლების დაწესებულებას და სწორედ აი ეს ნაცრისფერი კარი უნდა გაიღოს ნიკა მელიასთვის და შესაბამისად მთელი მოლოდინი ახლა აქ მყოფი ადამიანებისა არის სწორედ ამ რკინის კარისკენ. აი ეხლაც კარი გაიღო, მაგრამ სავარაუდოდ არ არის ეს ისევ. ნიკა მელია უბრალოდ ადამიანები, რომლებიც იყვნენ პაემანზე ან შეხვედრაზე საკუთარ პატიმრებთან და ციხის თანამშრომლები ალბათ უკვე ტოვებენ დაწესებულებას, რადგან სამუშაო საათები ამ წუთებში დასრულდა. რაც შეეხება სამოქალაქო აქტივისტებს, დიმიტრი ბიძინაშვილი, მოდი ცოტა ისე ვიმუშაოთ, რომ არც სხვა შეუშალოთ ხელი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? უკვე დასრულებულია ნიკა მელიას სამთვიანი პოლიტიკური ტყვეობა. როგორ წარიმართება ეხლა უკვე პროცესები, თქვენ რას ელოდებით თქვენაც? ჩემი მოლოდინი არის ის, რომ ბრძოლა გადავა გადამწყვეტ ფაზაში და საბოლოოდ მივალთ დასკვნამდე, ლოგიკურ დასკვნამდე, რომელსაც ქართული ოცნების დასრულება ქვია, ხო? ქართული ოცნება მოახერხა და ადამიანების ვაჭრობით გადაიტანა მთავარი თემა, არჩევნების გაყალბების თემა და რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნებამ რაღაცა პერიოდი გაიხანგრძლივა ხელისუფლებაში ყოფნის, რაც წარმოუდგენელი არის ქვეყნისთვის, რომელიც არის გაჭიროებაში ყოფი და უამრავ ადამიანს უჭირს. ამიტომ ნიკა მელიას გამოსვლით კიდევ ერთხელ დაიწყება ახალი ეტაპი ბრძოლის და ეს ბრძოლა იქნება უშეღავათო, იქნება მანამ სანამ არ დასრულდება ქართული ოცნება და რა თქმა უნდა ნიკა მელია ამ ბრძოლას შემატებს მუხტს, იმ მუხტს, რომელიც დღეს ახალი პოლიტიკური ეტაპი იწყება ქართულ პოლიტიკაში. ძალიან ბევრი რამე მოხდა, მათ შორის ნიკა მელიას ძალიან დიდი დამსახურება არის ის, რომ მივიღეთ ის ხელშეკრულება, რომელიც მივიღეთ და ამ ხელშეკრულებაში ვიძახით, რომ არის ცუდი და ხელისმოწერა იყო ცუდი, მაგრამ იქ ნათლად წერია, რომ ამ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, ამ ქვეყანაში არჩევნები აჩარტა და დემოკრატიულად სასამართლო მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ და აი ამ ყველაფრის გამოყენებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი რამე შეიცვალა, ბევრ ადამიანზე წარმოდგენა შეიცვალა, ბევრ პოლიტიკოსის მიმართ ალბათ უფრო მეტი უნდობლობა გაჩნდა, მაგრამ თავარი არის ის, რომ ნიკა მელია იდგა პრინციპულ პოზიციაზე, მაშინ როდესაც ის იყო საპატიმროში, როდესაც მის თავისუფლებას ემუქრებოდა საფრთხე და ის იდგა ქართველი ხალხის მხარეს, როდესაც მათ შორის 20 ივნისის ამნისტიაზე კატეგორიული უარი განაცხადა ხელისმოწერაზე და თქვა, რომ ეს იყო
ისტორიის გადაწერა და ეს არ იქნებოდა ისტორიის სწორ მხარეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ არ მომხდარიყო არ მოხდეს იმ ფორმით მიღება, რა ფორმითაც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქტივისტებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც 20 ივნისს ვიდექით, ვინც ანტისაოკუპაციო აქციაზე ვიყავით, ვინც გავრილოვის ჩამოსვლას ვაპროტესტებდით, ვინც პარლამენტის სავარძელში ჩასმას ვაპროტესტებდით იქ და მე შემდგომ ვნახეთ ხომ დაგვარბიეს ტყუიები გოსროლეს და დღეს აი ამ დღის პატიმარი არის ნიკამელია და არა მარტო ნიკამელია. ყველა ის ადამიანი ვართ მასთან ერთად პატიმარი, რომელიც ვიდექით იმ დღეს იქ და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გამარჯვება არის, რომ მათ შორის ნიკამელია გამოდის ევროკავშირის გირაოთი. უпростоრად გირაოთი არა. ანუ გამოსასყიდით, რომელიც გადაიხადა ევროკავშირმა იმისთვის, რომ ნიკამელია ყოფილიყო გარეთ და ყველამ ერთად, მათ შორის ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა თქვენს, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს არ ვიყავით ჩვენ დამნაშავეები და არ შეიძლება ერთ სიბრტყეზე დავდგეთ ჩვენ და ის ჯალათები, რომლებიც არ ბევდნენ იმათ. დიდი მადლობა. ეს იყო დიმიტრი ბიძინაშვილი. აქ არის მე ვხედავ ნიკა კვიტატიანი. ნიკა, შენ რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიცვლება მათ შორის თქვენთვისაც, სამოქალაქო აქტივისტებისთვისაც თქვენი ბრძოლის სტრატეგიაში ნიკამელიას გათავისუფლების შესახებ. პირველ რიგში მინდა რომ ნიკამელიას მიულოც თავისუფლება და ევროკავშირმა დაადასტურა რომ საქართველოში იყვნენ პოლიტპატიმრები და კვლავ არიან პოლიტპატიმრები დარჩენილები. აქედან გამომდინარე ვიმედოვნებ რომ ოპოზიცია ისევ იქნება ერთიანი და ამ ერთიანობას წინ უძღოდა ნიკამელია, რომელიც თავდადებით იბრძოდა ბოლომდე და ფაქტიურად ამ ყველაფერმა გამოიღო შედეგი. აქედან გამომდინარე ახლა როდესაც ნიკამელია თავისუფლდება, კვლავ იმედი გვაქვს რომ გაგრძელდება ბრძოლა და იქნება ყველაფერი ისე როგორც გვინდა რომ იყოს სამართლიან ქვეყანაში და უკეთესი მომავალი თითოეულ ჩვენთაგანს. აქედან გამომდინარე ვიმედოვნებთ ესე გაგრძელდება ბრძოლა შეუპოვრად და იქნება ყველაფერი ისე როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. რაც შეეხება სამოქალაქო აქტივისტებს, ისევ იქნებით ქუჩაში და ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ხდება ქართული ოცნების უსამართლო სისტემისგან გამომდინარე. დიდი მადლობა. ეს იყო ნიკა კვიტატიანი და ბესო. ბესო, თქვენთვის რას ნიშნავს ამ დღევანდელი დღე? ისი საწყისია ნიკამელიას აი ამ სამთვიანი ტყვეობიდან გათავისუფლება? სამი თვე უკანონო ტყვეობის დღე სრულდება. ჩვენ მეგობრები, თანამებრძოლები, ადამიანები, ვისთან ერთადაც ნიკამ ძალიან ბევრი ბრძოლა გადაიტანა ველოდებით მის განთავისუფლებას. ცოტა უცნაურია, უკვე 2 საათი არის გაიწელა მისი გარეთ გამოშვება. რა თქმა უნდა, ნიკას გარეშე მთელი პოლიტიკური პროცესი იყო გაყინული და მისი რეინტეგრირებით ისევ ამ პოლიტიკურ პროცესებში განახდება ბრძოლა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. დიდი მადლობა. აი ასეთია ამ ეტაპისთვის და ამ დროისთვის მოლოდინები ნიკამელიას გამოსვლასთან დაკავშირებით. მე უბრალოდ ვთხოვ თუ არის შესაძლებელი ოპერატორს გვაჩვენოს რა ხდება კადრს მიღმა საკმაოდ დიდია ინტერესი როგორც მედია საშუალებების, ასევე აქ არიან საკმაოდ მრავლად ნიკამელიას თანაპარტიელები, მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები არიან რიგითი ადამიანები და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ალბათ ვინც მას ახლა ელოდება რუსთავის ციხესთან, ეს არის მისი მამა ანზორ მელია, რომელიც თითქმის 2 საათია უკვე იმყოფება რუსთავის ციხესთან და ელოდება ნიკას გათავისუფლებას. ანზორ მელიას შეფასებაც მსგავსია ის მოვისმინეთ სამოქალაქო აქტივისტებისგან, რომ ის თანხა, რომელიც ჩაირიცხა ევროკავშირის დამოუკიდებელი ფონდის მიერ, ეს არ არის გირაო, ეს არის გამოსასყიდი, რომელიც საქართველოს ევროპელმა მეგობრებმა გადაიხადეს ნიკამელიას გათავისუფლებაში. გირაოს გადახდა ოჯახისგან, ეს იყო აღიარება იმისი, რომ ჩვენ ამ უსამართლობას დავთანხმებულიყავით. ამიტომ როცა ევროკავშირმა პირველად განაცხადა ბატონი მიშელის იმითი გირაოთი, მაშინ აღშფოთი მე, მაგრამ მე ამ დროთა განმავლობაში, როდესაც წამოვიდა წინა პლანზე, რომ ამნესტიით უნდა გამოეშვათ ნიკა, სადაც გათანაბრებულები იქნებოდა იმ ბანდიტებთან, იმ თხარია ჯარისკაცებთან თუ სპეცნაზელებთან სასტიკი წინააღმდეგი გავხდი მე და ვიცოდი ნიკაც ამას იზამდა. ამიტომ ყველაზე უკეთესი გამოსავალი იყო ევროკავშირის გირაოზე კი არა, ამას გირაო არ ქვია. ეს არის გამოსასყიდი ივანიშვილის ტყვეობიდან ჩემი შვილის. მიხარია ის, რომ პარლამენტარებს რომელ იმაში გამოიჩეკნენ ინკუბატორში, მე არ ვიცი, ეს მახინჯები, ასე რომ ლაპარაკობენ ნიკაზე. მიშელმა დაუდო 5 პუნქტიანი დოკუმენტი ბატონმა მიშელმა, სადაც
თავი უნდა დაენებებინათ ყოველგვარი შეურაცხყოფებისაგან და საქმე ეკეთებინათ. ყველა გადაწყვეტილებას ნიკასის მე მხარს დაუჭერ, იმიტომ რომ ჩვენ მშობლებმა ნიკას 2012 წელს ძალიან დიდი ტკივილი მივაყენეთ, იმიტომ რომ ჩვენ მივეცით ხმა ივანიშვილს და ნიკამ გვითხრა რომ თქვენ არიცით ამ კაცს თქვენ ვერ მოიშორებთ და რას გააკეთებსო და ეს დარწმუნდა და მე ხლა ვალდებული ვარ ნიკა რას იტყვის იმას გვერდში დაუდგეთ. მე იმდენად ჩემ თავზე არ ვფიქრობ როგორც ჩემ შვილიშვილზე. 6 წლის არის სანდრო და 12 წლის ბავშვი ჭკუა აქვს, ყველაფერს აზროვნებს, ყველაფერს ხედავს. ხომ წარმოგიდგენიათ, როცა ვარ სახლში და ტელევიზორში ნიკა მელიაზე ლაპარაკობენ, უცბად ვერ ვასწრება გამორთვას ტელევიზორისაზე, ეს ბავშვი გარბის სხვა ოთახში, იმიტომ რომ მაგან ყველაფერი იცის და მიხარია რომ დღეს თავის მამიკოს ჩაიღუდება. აი ასე ყველა აქ მყოფი ადამიანი ახლა ელოდება, როდის გაიხსნება ციხისკარი და როდის გამოვა ნიკამელია რუსთავის მე-12 საჯელახსოვრების დაწესებულები. ქრონოლოგიურად კი რომ მიყვეთ როგორ მოვედით ამ წუთამდე, შაბათს ცნობილი გახდა რომ ევროკავშირმა დამოუკიდებელმა ფონდმა ევროკავშირისამ გადაიხადა გირაო და მე როგორც მესმის ეხა უკვე სავარაუდოდ გამოვა ნიკამელია ამ ჭიშკრიდან. არ ვიცი ეხა გესმით თუ არა შეძახილები. გაიხარი, როგორ ახარ? ეს რა? ადრია. გამარჯობა. გაიხარი, ხილობა, იხაიღე, გადარჩენას დავდგები და ერთად. ნიხა გიღოცა.
მაშასე ნიკა მელია თავისუფალია სამთვიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე როგორც ხედავთ იმყოფება ციხის გარეთ და უახლოეს წუთებში ჩვენ საშუალება გვექნება ნიკა მელიას პირველი განცხადებებიც მოვისმინოთ. ბუნებრივია მაღალი არის საზოგადოებრივი ინტერესი მის მიმართ, რადგან ამ არასრული სამი თვის განმავლობაში ნიკა მელია ნამდვილად იქცა გამორჩეულ პოლიტიკურ ლიდერად, რომელმაც საკუთარი პრინციპულობით, საკუთარი შეუპოვრობით ნამდვილად აჩვენა პოლიტიკური ბრძოლის იდეალი და ნამდვილად დაამტკიცა, რომ ოცნების რეჟიმმა ვერ შეძლო ვერცერთ სიტუაციაში მისი გატეხვა და პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური რაუნდი ივანიშვილის რეჟიმთან მან მოგებით დაასრულა. ნიკა მელიას ელოდებიან მისი თანამებრძოლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, ყველა მათგანი ამ წუთებში შეკრებილია რუსთავის ციხესთან, იქ სადაც არასრული სამი თვე გაატარა პოლიტიკურმა ლიდერმა პოლიტიკურ ტყვეობაში და ყველა მათგანი ცხადია ცდილობს მივიდეს ნიკა მელიასთან, გაამხნევოს, მიესალმოს, სოლიდარობა გამოუცხადოს და კიდევ ერთხელ უთხრას, რომ მის პოლიტიკურ ბრძოლაში გვერდით უდგას. ბუნებრივია მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, უამრავი ჟურნალისტი მუშაობს შემთხვევის ადგილზე და როგორც ხედავთ ნიკა მელიას თავისუფლებაზე გამოსულ ნიკა მელიას გადაადგილება ამ დროისთვის უჭირს. ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა მელია ციხეს ტოვებს მორალურად და პოლიტიკურად გამარჯვებული. კიდე რა ჟურნალისტები ვერ მივალს. იქით გავიწევ, იქით. სტატივებთან დავდგეთ რა. ვარბა! ჩვენ ველოდებით კვლავაც საშუალებას, რომ ცივილიზებული ფორმებით მოხდეს ნიკა მელიას განცხადების გავრცელება და ველოდებით რა იქნება დაპატიმრებული ახლა უკვე გათავისუფლებული პოლიტიკური ლიდერის მთავარი გზავნილები მისი მხარდამჭერებისადმი, საზოგადოებისადმი, ადამიანებისადმი, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით იდგნენ და ციხის გარედან ამხნევებდნენ. აქ საუბარია როგორც პარტიის რიგით მხარდამჭერებზე, ასევე მის თანამებრძოლებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ პირდაპირ ამბობდნენ, რომ ნიკა მელიამ პოლიტიკური ბრძოლისა და თავდადების ნამდვილი მაგალითი აჩვენა, ნამდვილი იდეალი აჩვენა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ახლა ყველა ის ძალა, ვისაც საკუთარ ამოცანად ქვეყანაში ივანიშვილის მმართველობის დასრულება წარმოუდგენია.
ადგილზე არიან პოლიტიკური ლიდერებიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც შარლ მიშელის შეთანხმებას არ შეუერთდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ნიკა მელიას ციხეში ყოფნის პირობებში ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ იქნებოდა მორალურად სწორი და გამართლებული. ნიკა მელია შესანიშნავ ფორმაში, როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა მხრივაც უახლოეს წამებში უკვე საჯარო განცხადებას გააკეთებს. ეს არის მისი პირველი მიმართვა სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, მისი პირველი პირდაპირ ეთერი, რომლითაც ის საზოგადოებას და მის მხარდამჭერებს მიმართავს. მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე ნიკა მელია განცხადებას გააკეთებს, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ მისი თავისუფლება გახდა უპრეცედენტო ისტორიული ფაქტის შედეგი ევროკავშირმა, ევროპის მსოფლიოს ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ პრაქტიკულად აღიარა, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარი იყო და ქართულ ოცნებას გადაუხადა ის 40,000 ლარი, რომელიც ყველა პოლიტიკური ლიდერის შეფასებით არ იყო გირაო, არამედ წარმოადგენდა ერთგვარ პოლიტიკურ გამოსასყიდს იმ ტყვეებით ვაჭრობის პროცესში, რომელსაც ხელისუფლება ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ აქტიურად მიმართავდა. როგორც ხედავთ, კვლავაც ვერ ხერხდება ნიკა მელია კვლავაც ვერ ახერხებს განცხადების გაკეთებას იქ არსებული ხალხმრავლობის გამო. ცხადია, ახლა მის თითოეულ სიტყვას ძალიან დიდი ფასი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეს განცხადება და როგორც ხედავთ, არც თავად პოლიტიკური ლიდერი არ ჩქარობს და ის როგორც ჩანს საერთო განცხადებას გააკეთებს. როგორც ჩანს, მელიამ ახლა სივრცე დაუტოვა ჟურნალისტებს იმისთვის, რომ თქვათ მოხდეს უამრავი ადამიანი იმყოფება ახლა რუსთავის ციხესთან. ნიკა მელიამ სულ რამდენიმე წუთის წინ საპატიმრო დატოვა და იწყება ახალი თავი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ნახოთ რა აქვს საქმე ნიკა მელიას სამთვიანი პატიმრობის შემდეგ. ბავშვებო, გაჩერდით არსად ყველა კითხვას გავცემ შეძლებს დაგვარად. ასო ჩუმად პირველ რიგში ძალიან მწუხარ რომ ეს აურზაური ეს მიკროფონი ძალიან მწუხარ რომ ეს აურზაური დასანანია რომ ეს აურზაური მოხდა, ეხა არ ვიცი, ელემენტარული საკითხი იყო, თუმცა იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყანაში მოსახლეობას აწუხებს, ამოსატანია ის წუხილი, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ნუ ეშმაკი დეტალებშია, ხო? საერთოდ რომელი კარები პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, ეხლა რომ ეს აურზაური მოხდარიყო, აი, აქაც ჩანს ჩემის აზრით სამწუხაროდ, არავინ არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ ნუ როგორც ჩანს ეს დავალება ჰქონდათ. ბუნება ჩანს, სწორად გამიგეთ, ეხლა ამ ხელისუფლების, აი წვრილმა დეტალშიც კი რასაც ახლა ამხელა გაუგებრობა მოყვა. დიდი მადლობა პირველ რიგში მინდა გათავისუფლება უსურვო ყველა პოლიტპატიმარს, ყველა პატიმარს განურჩევლად მართლა რა სასჯელს იხდიან ისინი ციხეში ადამიანს ცხოვრებაში შეცდომა ყველა მოსდის, ყველა ციხეში, საქართველოს ყველა ციხეში, ხა ალბათ ბევრი პატიმარი მიყურებს, ადრე თუ გვიან და უფრო ადრე ვიდრე გვიან უსურვებ მათ გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახის წევრებთან დაბრუნებას. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ მიუხედავად იმისა პოლიტიკური ნიშნით არიან ისინი დაპატიმრებულნი თუ არა, თუმცა ამ ციხეში რომელშიც მე გახდით ძალიან ბევრი პოლიტიკური
პატიმარია და მათ უსურვებ რა თქმა უნდა ასევე განსაკუთრებით გათავისუფლებას. ასევე თუ შეიძლება დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატკივრობდა ქვეყანაში და გულშემატკივრობს ქვეყანაში სტაბილურობას. სტაბილურობას არა მძიმე სტაბილურობას და რეჟიმის ფარგლებში სტაბილურობას, არამედ ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. მადლობა დავუხდი და რა თქმა უნდა ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, ანუ კარჰარცელის ღვაწლი და მონდომება ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მე მას როგორც ადამიანს, ამას აქვს თავისი მიზეზები, რატომაც ამას ასე ხაზს უსვამ და მის პროფესიონალისას, ამიტომ ხაზგასმით მინდა მადლობა გადაუხადო კარჰარცელს. ეხლა ბუნებრივია მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ მნიშვნელოვან პროცესში და მათ შორის მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატების ელს, თუმცა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო სანამ საერთაშორისო ჩვენს პარტნიორებზე საუბრობთ ჟიგიმანტას პავილიონის, თქვენ გახსოვთ ეს არის ადამიანი ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე, ძვირფასო მეგობრებო, გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ როდესაც ალბათ ყველაზე უფრო მეტად მიჭირდა ბევრი თვალსაზრისით, აი ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებად ერთი და ამის შემდეგ უზარმაზარი მართლა შრომა გასწია, რომ შემდეგში საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ, რომ არა ბატონი პავილიონისი არ მგონია ეს შედეგი დამდგარიყო, რომელიც დადგა გულისხმობ გამოხმაურება ჩვენი საერთაშორისო მეგობრებს. რა შეეხება? ძალიან ბატონო იცით პირველ რიგში მე ვიცი ეხა იცით რა არის ამ 3 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად 3 თვის განმავლობაში, რასაც მე თვალყურს ვადევნებდი ციხის საკნიდან, თვალში საცემი, კაფიო თვალში საცემი გახდა ჩემთვის ერთი მთავარი, რბილად რომ ვთქვა, დეფექტი ამ რეჟიმისა. ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა როგორც ოლიგარქმა შექმნა ჩვენთვის მოსახლეობისთვის არის კვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია, თუ შეიძლება დავასვათ და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა მართლაც გადაჭარბების გარეშე, იმიტომ აქედან კიდევ უფრო კარგად ჩანს და ცდება ყველა ის ადამიანი, ვისაც გონია რომ პატიმარი, განსაკუთრებით პოლიტიკოსი, თუ ის არის 4 კედელში რაიმე სახით მოწყვეტილი არის იმ რეალობას, რომელიც არის საკნის მიღმა. პირიქით, აბსოლუტურად ინფორმირებული ვიყავი წრვილმან დეტალებშიც კი და რა თქმა უნდა, ხა ოლიგარქი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ხელოვნურად ზიზღის კამპანიის გაღვივებით არის დაკავებული და ხელოვნურად უპირისპირდება ამ კამპანიით არა მხოლოდ მის ოპონენტებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ მედიის წარმომადგენლებსაც, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც და რატო აკეთებს ამას ბატონი ივანიშვილი, ხო, ოლიგარქი? იმიტომ აკეთებს, რომ აი ამ რადიკალიზაციით თავისი სამობილიზაციო ელექტორატი რაიმენაირად შეინარჩუნოს და ძალიან ბოროტად იყენებს, მანიპულირებს გზნობიარე საკითხებით, როგორიც არის რელიგიური საკითხები, როგორიც არის ნაციონალიზმი, რასაც თვალყურს ვადევნებთ, ხო? ეს ადამიანი არ ზრუნავს თუ შეიძლება. ეს ადამიანი არ ზრუნავს. ეს ადამიანი არ ზრუნავს შორეულ პერსპექტივაზე ამ ქვეყნისა. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების
შენარჩუნებაზე ზრუნავს და მე მგონი ყველანი ვართ დაწუნებული და რა განვავრცე ეს საკითხი ასე აი თქვენმა კითხვამ მომცა ინსპირაცია და შტაგონების წყარო გახდა იმიტომ რომ რასაც მე ხა თვალყურს ვადევნედი ქართული ოცნების წარმომადგენლების ანუ ოლიგარქის მიერ სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშნული დასაქმებული ხალხის კომენტარებს ეხლა მე რაც არ უნდა ვთქვა ამ ადამიანებს ხო საჯარო პოზიციაზე ვერ შევაცვლებინებ ეს ადამიანები თუ თვლიან რომ ჩვენმა პარტნიორებმა თანხა იმიტომ გადაიხადეს რომ ამით დაადასტურეს ჩემი ბრალეულობა ну ამ უსაგნო კავშირში შესვლას განა აზრი აქვს ორი შედეგია ხო ან ქართულ ოცნებაზე დაყრდნობით თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს როგორცაც მე მიწოდებენ საერთაშორისოდ უკვე აღიარებულ კრიმინალს რომელიც ალბათ კონკურენციას გაუწევს ქართული ოცნების კარზე დასაქმებულ კრიმინალებს და ესეც არ ამგონია რომ მათთვის იყოს სასიამოვნო ეს ნახევარად ხუმრობით მეორეს ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსაცხიდად ხო ორი მოდით ახლა ორი გამოსავალია რა ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზაციურ სამყაროს ჩემი სახით შეიძლება იერით ვგავდე კიდევაც კრიმინალს არ ვიცი ან პოლიტიკოსი ხო ორივე შემთხვევაში ამ ხელისუფლებისთვის რა თქმა უნდა ვიქნები ძალიან სერიოზულად ჩვენს მეგობრებთან კოლეგებთან საზოგადოებრივ აქტიურ წევრებთან ერთად საფრთხე ბიძინა ივანიშვილისთვის პეტრიხოს გოგიპასუხეთ ამასაც კავშირებით მე ყველა კითხვაზე ხა პასუხს უბრალოდ ამ ფორმატში ვერ გაგცემთ ხო გასაგები მიზეზების გამო ყველა ეთერში მექნება შესაძლებლობა მოსვლის და იქ ალამეთში შესვლასთან დაკავშირებით ეხა მომდენო დღეებში ხვალიდან აღა მომდენო დღეებში გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები პირველ რიგში რა თქმა უნდა ფაგლებში უშუალოდ პარტიაში მეგობრებთან და ასევე ტიპთან რომლებიც პარლამენტში შევიდნენ ამას დაჭირდება არაერთი დღე იმისათვის რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენ მივიღოთ ჩემი სურვილია რომ გადაწყვეტილება ჩემი სურვილია დიახაც პარტიაში არის ვიცი თანამდებობით განსხვავებული პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინდელმა ერთ-ერთ მთავარი არხის გადაცემამაც ეს ცხადყო რომ პარტიაში ხა პარტია ნაციონალურ მოძრაობა პარლამენტში შევიდეს თუ არა მეც კი ვერ გეტყვით რომ რა შედეგით დასრულდება თუმცა მე გარდა იმისა რომ პარტიასთან მეგობრებთან ოჯახის წევრებთან ეხა ანუ პარტიის წევრებს არ ვიცი ოჯახის წევრებთან ვაპირებ ამ საკითხების მართლა ძალიან დეტალურად გავლას ამის გარდა მე ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო ამის შემდეგ მხოლოდ გადაწყვეტილება ბლოკ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. ახლა მე თქვენ სასახაბას ეკვივალენტური დამოკიდებულება რიგ საკითხებთან მიმართებაში უბრალოდ მგონია რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, გადაწყვეტილება უნდა იყოს რაციონალური, ბრძოლა ამ ბრძოლის არ ვიცი გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები ამ ეს პოლიტიკური ციხე რახან დავტოვე ხო ვერანაირად ვერ ვიქნები როგორ ახლა ვერანაირად ვერ ვიქნები იმიტომ რომ ჩემის ღმერთმენით ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება რა დაუნდობელი მოწინააღმდეგეს ვებრძვით და მე არათუ არ გამოვრიცხა პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ რომ მე არა ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არის. იმიტომ თუ ოპოზიცია ვიქნებით აქტიურები, დინამიურები, მართლაც ბრძოლის მუხტი გაიზრდება, ხო? და უნდა გაიზრდება. აუცილებლად სამწუხაროდ, სწორად მინდა ვიქნო გაგებული. კიდე ვიღაცა მოხდება ამ ციხეში. იმიტომ რომ ისინი ჩვენ ვერც გონებრივი შესაძლებლობებით გვიპირისპირდებიან, ვერც ინტელექტუალურად, ვერც გამჭრიახობით. გგონიათ რომ მიიტაცეს ძალაუფლების ბერკეტები, ყავთ სპეცნაზელები, პროკურატურა,
ეხლა გვავიწყდება ხახნო, ხო, ეხლა ხშირად საუბრობთ მურუსიძეზე, ჩინჩალაძეზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარიდან. მადლობა. შეიძლება იყოს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი. შეიძლება იყოს გიორგი ვაშაძეს ყველა მე ვაგრძელებ სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, ვიქნებით მართლები და გავიმარჯვებთ. ეხლა სიმართლე გითხრათ, თუ კი რამეზე ნაკლებად მიფიქრია, აქ მიფიქრია მე არ მინდა ახლა მოკლე კომენტარი შემოვიფარგლო ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მინდა კარგი ინტერვიუ თვითონ არის არა ბუნებრივია და მეგობრებთან ერთად ყოლე არავინ ფერო ვიცოდეთ რომ ხვალ არის ჩასატარებელი არჩევნები, რომ იბატონო ოპოზიციურ პარტიებს შორის აეკრობა უნდა არ იმართოს. ნორმალურად. მაგრამ ჩვენ ეს მოპოვებული არ გვაქვს, ხო? მოპოვებული არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელების საზოგადოებასთან. მე მაინტერესებს ვინმე მიზანი ხო არ შეიცვალა. შესაძლებელია არსებობდნენ ეხა კოლეგები, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წლამდე უნდა მოიცადოს და მათთვის არ არის მნიშვნელოვანი კაცმომდგარი არჩევნები ოქტომბრის თვეში, ხო? შესაძლებელია ვინმე თვლიდეს, რომ მათთვის პრაგმატულად არ არის მისაღები, რომ ბრძოლაში შევიდნენ ახლა, ხო? ესეც ხომ უნდა ვიცოდეთ. გამოიკვეთება ბირთვი დაწუნებული ვარ ოპოზიციურ ველზე, ვინც ალან მართალ ბრძოლაში კი არ ჩაერთვება, ბრძოლას გააღვივებს, იმიტომ ჩართულები ვართ. რატომ არის ეს აქტუალური? ჩემი საზრით. მე აკითხავს, ყველაზე ვერ კაცო. დიდი მადლობა მინდა. დიდი მადლობა. თუ პარტიაში დამთავრდა თქვენ აშასე ეს იყო ნიკა მელიას პირველი განცხადებები მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა ლიდერმა უკვე დატოვა საპატიმრო სამთვიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია. ნიკა მელია თავისუფალია, ის ახლა უკვე ტოვებს რუსთავის მე-12 სასჯელ აღსრულების დაწესებულებას, ადგილს სადაც მან ბოლო 3 თვე გაატარა. ხედავთ საკმაოდ ემოციურ შეხვედრებს მის მეგობრებთან, თანამებრძოლებთან, თანაპარტიელებთან, ოჯახის წევრებთან. იქვე იმყოფება ანზორ მელია, ნიკა მელიას მამა, რომელიც საკმაოდ ემოციურად დახვდა თავის შვილს და სამთვიანი განშორების შემდეგ ემოციურად შეხვდა. ნიკა მელია მისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა დაიწყება კონსულტაციები და მოლაპარაკებები როგორც პარტიის შიგნით, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის შიგნით, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალასთან და მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია საერთო მიზნის გარშემო, რაც არის ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულება და ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. როგორც ჩანს, სხვა გეგმებზე უფრო დეტალურად როგორ წარმოუდგენია პოლიტიკურ ლიდერს უკვე პროცესები, მოლაპარაკებები, როგორი ექნება ხედვა და რაზე შეჯერდება ის თანაგუნდელებთან კონსულტაციების შემდეგ, ალბათ ცნობილი გახდება უახლოეს საათებში. თუმცა გასაგებია, რომ მოსაზრებები სხვადასხვაგვარი არსებობს, გასაგებია, რომ თავად გუნდის შიგნითაც იქნება დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესები, როგორ მოემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტია, შეუერთდება თუ არა ის შალნიშელის შეთანხმებას, რომელსაც აქამდე პრინციპულად არ ეთანხმებოდა პარტია იმის გამო, რომ შეუძლებელია რამეს მოაწეროს პოლიტიკურმა ძალამ ხელი, როცა მისი ლიდერი ციხეში რჩება დაპატიმრებული. ახლა მოცემულობა შეცვლილია, ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა დასრულებულია და ახლა ის ცხადია უფრო აქტიურად და პირდაპირ ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომელზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და უპირველეს ყოვლისა დამოკიდებული იქნება ის, თუ როგორ განვითარდება პროცესები თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელიც თავისი შინაარსით ამის უტოლდება რეფერენდუმს.
ბიჭო, საიდან გამომიყვანეს? სოფლის სახლებს რო ორი გამოსასვლელი აქვს, მოიცი? აი ჟურნალისტებთან გამართებით საკუთარ თანაგუნდელებს, მხარდამჭერებს ესაუბრება, ხდება. ბუნებრივია, ყველა მათგანი დილიდან იმყოფებოდა რუსთავის ციხესთან, სწორედ იმიტომ, რომ დახვედროდა ნიკა მელიას ამ საკმაოდ ხანგრძლივი განშორების შემდეგ კიდევ ერთხელ გაემხნევებინა პოლიტიკური ლიდერი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ ბრძოლა გრძელდება, რომ ეს მხოლოდ მცირე გამარჯვებაა და წინ არის უფრო დიდი გამარჯვება, უფრო მნიშვნელოვანი, როგორც არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულება, მმართველობის დასრულება და საბოლოო პოლიტიკური გამარჯვება. აქ არიან რიგითი მოქალაქეები, მხარდამჭერები, მეგობრები, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის როგორც ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე იმ პოლიტიკური ძალებიდან, რომლებიც არ შეუერთდნენ შარლ მიშელის შეთანხმებას იქამდე, ვიდრე ნიკა მელია ციხეში რჩებოდა. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები ამის შემდეგ, როგორი შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები უკვე ოპოზიციური ფლანგის შიგნით, რადგან ამგვარი მოლაპარაკებები თავად ნიკა მელიამაც დაანონსა და არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ახლა საერთო სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესახებ გუნდში დისკუსია გაგრძელდება. კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა თუ არ ვცდები კადრში, რომელმაც ასევე ცოტა ხნის წინ დატოვა საპატიმრო, ის მიესალმა ნიკა მელიას. მთავარი არქის დამფუძნებელი გიორგი რურუა წელიწად ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა საპატიმროში, ასევე გამოგონილი და აბსურდული ბრალდებით და მან საბოლოოდ პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა ციხე. ნიკა მელიას შემთხვევაში კი ციხიდან გამოსვლის გიგი უგულავა, კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მელიას გასამხნევებლად რუსთავშია ჩასული. ნიკა მელიას შემთხვევაში კი პოლიტიკურმა ლიდერმა ციხე დატოვა გირაოცთი, რომელიც გადაიხადა ევროკავშირმა უპრეცედენტო ისტორიული ფაქტით და რომლითაც პრაქტიკულად ევროპის გაერთიანებამ თავისი არსებობის 70 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად და გადაიხადა გირაო და ამით დააფიქსირა და ირიბად დაადასტურა ის, რომ საქართველოში ყავს პოლიტიკური პატიმრები და რომ ნიკა მელიას მიმართ სამართლებრივი დევნა ნამდვილად პოლიტიკურ ანგარიშწორებას წარმოადგენდა. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით ქართული ოცნების მხრიდან განცხადებებს, რომ პირიქით ევროკავშირმა რომ გადაიხადა გირაოს ადასტურებს იმას, რომ მელია რიგითი სამართალ დამრღვევია, რაც რბილად რომ თქვა აბსურდია და ევროპის 71 წლიან ისტორიაში მსგავსი არაფერი ყოფილა, რომ პოლიტიკური ლიდერისთვის შეფარდებული გირაო გადაეხადოს ორგანიზაციას, გადაეხადოს პრაქტიკულად პოლიტიკური გამოსასყიდი და ამის შემდეგ უკვე ამ ლიდერს დაეტოვებინოს ციხე. საკმაოდ ემოციურია ამ ყველაფრის ყურება, წარმომიდგენია ახლა იმ ადამიანების განცდები და ემოციები, რომლებიც სამთვიანი განშორების შემდეგ ხვდებიან თავის მეგობარს, თავის თანამებრძოლს, ადამიანს, რომელმაც მთელი ამ თვეების განმავლობაში ბრძოლის თავდადების იდეალებისთვის თავდადების წარმოუდგენელი მაგალითი აჩვენა და წარმოუდგენელი სიმამაცით შეუპოვრობით დაამტკიცა, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური ბრძოლის მოგება შესაძლებელია. ეს კი უკვე მთავარი არქის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რა თქმა უნდა, ჩართულია და რა თქმა უნდა, ნიკა პირდაპირ ეთერში გისმენთ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. აუ, გნახავ. ჩემი მეგრელები გენაცვალეთ. ათუშეთრესი. ხალხი. მადლობა. ეთერში ვარ, ნიკა. მეგობრებო, ნიკა მელიასთან ერთად მანქანაში ინტერვიუ ლაივს არ გაჩვენებთ, დაელოდეთ მთავარი გამოშვების შემდეგ ამ ინტერვიუს ჩანაწერს, უბრალოდ დაგიანონსებთ და რამდენიმე სიტყვით გავცვლით, ასე ვთქვათ, მისალმებას პირველ რიგში დიდი სიყვარული, გულწრფელი ადამიანური, როგორც მეგობარს. ეს ერთი, მეორე ბედნიერება, როგორც მხარდამჭერის მიერ გამოთქმული, არ მალავ ამას ისედაც ყველა მიცის, რა გრძნობით გამოხვედი. იცით, დიდი შემართებით ვარ,
და შეპყრობილი ვარ ბრძოლის ჟინით. არის ეგრე, არ დაიღალე ხა? არა, ნამდვილად ასე ვარ. გადაჭარბების გარეშე. აი წყურია გამარჯვება, აი საზოგადო გამარჯვება. აი ის რაც ბევრს უნდა და ბევრი უბრალოდ ვერ უწევს წინააღმდეგობას ამ რეჟიმს არა იმიტომ რომ დაიღალა, არა იმიტომ რომ ეშინია, უბრალოდ უამრავი საყოფა ცხოვრება პრობლემა აქვს რა, ეხლა როცა არცალია მართლაც არის, აი ხშირად რო ისმის კითხვა, სად არის ხალხი, ეხლა მე რომ სახში მშიერი ბავშვი მელოდებოდეს, ან ბავშვები მელოდებოდნენ და ჩემს ყოველდღიურ შრომაზე იყოს დამოკიდებული, ის ჩემი ბავშვი ან ბავშვები მიიღებენ საკვებს თუ ვერ მიიღებენ, ეხლა წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა და ეს ხო 10,000-ობით ოჯახში ხდება. ამიტომ ჩემი აზრით ბრძოლის ავანგარდში უნდა ვიყოთ აქტიურად ის ხალხი, ვისაც ეს ელემენტარული პრობლემა არ აქვს, გამიგეთ? ანუ მათი საბრძოლველით ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და საკუთარ თავს აი იმ ადამიანების ელჩად თუ რა ვიცი წარმომადგენლად მადლობა. იმ ადამიანების წარმომადგენლად, ვისაც უნდა ყველაფრის შეცვლა, მაგრამ უბრალოდ ამის თავი არ აქვს იმ პრობლემების გამო, რაც ჩვენ. კი, არა მარტო მე მეგობრებთან ერთად, კოლეგებთან ერთად და მედიის წარმომადგენლთან, ყველა აი არ უნდა მოვთხოვოთ რა ავანგარდში ჩადგეს აი 10,000-ობით ის ადამიანი. მაშასე ვრცელი ინტერვიუ ნიკა მელიასთან უკვე 9 საათიანი მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ ნიკა გვარამია ჟურნალისტის როლში და მთავარი რესპონდენტი, მთავარი პოლიტიკურ კითხვებზე მთავარი რესპონდენტი უპასუხებს ნიკა მელია სამთვიანი პაუზის შემდეგ ნიკა გვარამიას რესპონდენტი იქნება. ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკაში აი ასე აფასებს მელიას გათავისუფლებას და მისი პოლიტიკურ გამარჯვებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას. აქტოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი, წერს მიხეილ სააკაშვილი. ნიკა მელიას სამთვიანი პატიმრობა ისეთივე სამართლებრივი აბსურდით და პოლიტიკური გადაწყვეტილებით დასრულდა, როგორითაც დაიწყო. ხელისუფლება და პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ციხის გასაღები მელიას ჰქონდა, ეს რომ ასე არ იყო, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მელიას ციხიდან გამოშვების შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს. მელიასთვის დაკისრებული გირაო, ანუ პოლიტიკური გამოსასყიდი კი საბოლოო ჯამში ევროკავშირმა გადაიხადა და ამით პოლიტიკური დევნა საერთაშორისო საზოგადოებამ დაადასტურა. დეა მამისეიშვილი ადევნებდა თვალს დღევანდელ სასამართლო პროცესს საქალაქო ინსტანციაში და რა ხდებოდა სასამართლოში და რატომ დადასტურდა კიდევ ერთხელ ნიკა მელიას წინააღმდეგ ნიკა მელიას პატიმრობის აბსურდულობა. რამდენიმე დამადასტურებელი ფაქტორი არის, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. პროცესი კი იყო ძალიან მშვიდი და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ეს იყო დაგეგმილი. შესაბამისად, მოულოდნელიც არაფერი ყოფილა. გენერალურმა პროკურატურამ მიმართა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და 40,000 ლარიანი გირაოსთან მიმართებაში იშუამდგომლა დღევანდელ სხდომაზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პრინციპში ეს გადაწყვეტილება არავისთვის არ იყო მოულოდნელი, ვინაიდან დაცვის მხარემ იცოდა, რომ წინასწარ ნინო ჩახნაშვილი გაახმოვანებდა იმას, რაც იქამდე მას უთხრა ქართულმა ოცნებამ. რაც შეეხება ნიკა მელიას ადვოკატების არგუმენტაციას, ისინი ითხოვდნენ, რომ საერთოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჩახნაშვილისთვის დაცვის მხარის მტკიცება დამაჯერებელი არ აღმოჩნდა, სამაგერო დამაჯერებელი იყო სახელმწიფო ბრალდების პოზიცია. ბუნებრივია საქმის პროკურორებთან ჰქონდა ძალიან ბევრი შეკითხვა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც გირაოთის შუამდგომლობა აიხსნა იმით, რომ საფრთხეები აღარ არსებობდა. საინტერესოა, რას ამტკიცებდნენ და რას გულისხმობდნენ საქმის პროკურორები, როდესაც ამბობდნენ, რომ რაიმე საშიშროება არსებობდა აქამდე. თუმცა ჩვენ ამ კითხვებზე პასუხები არ მიგვიღია, ვინაიდან საქმის პროკურორი საქალაქო სასამართლოს შენობიდან როგორ გავიდა, მედია საშუალებების წარმომადგენლებმა ფიზიკურად ვერ დავადგინეთ და შესაბამისად ძალიან ბევრი კითხვა დარჩა უპასუხო. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას და ის თუ რა გამოჩნდა დღევანდელი გადაწყვეტილებით. ამის მანიშნებელი არის რამდენიმე გარემოება. ნიკა მელიას საქმემ ნამდვილად შექმნა პრეცედენტი. მაგალითად, აქამდე სამართლებრივად
არასდროს გვინახავს გირაოს გირაო, არასდროს გვინახავს რომ ევროკავშირს საქართველოს შემთხვევაში ევროკავშირს გამოიჩინა ასეთი ინიციატივა და პატიმრის გირაო გადაეხადა, თუმცა ესეც იქნა ამ შემთხვევაში გამოყენებული, რაც არის მარტივი ილუსტრაცია იმის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მიმართ რეალურად იყო პოლიტიკური დევნა და ამ საქმეს არანაირი საფუძველი და არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამართლებრივ პროცესთან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ჯერ გირაოს თანხა დაიფარა და ამის შემდგომ ჩაინიშნა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომა, რაც სამართლებრივად რამდენად შეიცავს პრეცედენტს, აქამდე ვერც ამ კითხვაზე მოვისმინეთ პასუხი და შესაბამისად ძალიან მარტივი მაგალითებია თუ რა წარმოიშვა ნიკამელიას საქმით ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. დაცვის მხარის წარმომადგენლების მხრიდან და არა მხოლოდ პოლიტიკოსების და სრულიად სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ნიკამელია სასჯელ ახსნილების დაწესებულებაში იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნის შემადგენელი და დღეს მან სასჯელ ახსნილების დაწესებულება დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება შეცვალა. მას შემდეგ რაც სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელ ახსნილების დაწესებულებიდან, ხოიც საოცრებაო დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ მიიღო გადაწყვეტილება და როგორ დაემთხვა მოსამართლის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკამელიას ტყვეობიდან დასახსნელად. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც იღებენ ხელისუფლებაში, სწორედ ის იმდაგვარად ვითარდება მოვლენები. დღეს როგორც დაიჭირეს პოლიტიკურად, აი ესე პოლიტიკურად გაუშვეს. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არ უნდა გამოყენებულიყო აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე. ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული, ნიკამელია დაპატიმრებული იქნა და იდევნებოდა ხელისუფლების მხრიდან და ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოვისმინეთ ამისი დამადასტურებელი აღიარებითი განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან და ეხა ხელისუფლებას მოუწია გადაწყვეტილების მიღება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პროცედურულად ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, გადაიგზავნება რუსთავის ნომერ 12 დაწესებულებაში. საკალკო სასამართლოს ეზოში დღეს იმყოფებოდა მთავარი არქის დამფუძნებელი გიორგი რურუა, რომელიც თავადაც წელიწადნახევრის განმავლობაში სასჯელ ახსნილების დაწესებულებაში იყო იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. გიორგი რურუა მხარდაჭერას უცხადებს ნიკამელიას და ის ფიქრობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის როლი მიმდინარე პოლიტიკური პროცესის განმუხტვაში არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი. ევროკავშირი როგორც ჩვენ მეგობარმა ორგანიზაციამ თვითონ გადაიხადა და ასე ჩათვალა საჭირო და მე მივესალმები ამას, დიდი მადლობა მინდა ევროკავშირის წარმომადგენლობას, ბატონ ჰარცელს და ფონდს უთხრა იმის გულისთვის, რაც მას გააკეთეს და ამ დაპირისპირებაში ძალიან დადებითი როლი ითამაშეს. მასე ყველა თანხმდებით, რომ ნიკას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და მასე კი მე როგორც მოქალაქე ვამყარებ იმედს, რომ დადებით როლს ითამაშებს. სენატორი შეიძახის, სენატორი შაჰინი შეიძახის, კიზინგერი შეიძახის, მაკალისტერი, კიდე ევროპარლამენტარები და თუ ზოგიერთი ბატონი ქართულისებიდან არ იძახის, ეს არ აუშავს. ნიკამელია თავისუფალია, მისი საქმის განხილვა სასამართლოში კი გრძელდება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გეგმები და ამას სავარაუდოდ ჩვენ უახლოეს საათებში და დღეებში გავიგებთ. დეა მამისეიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. და როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ნიკამელიას გათავისუფლების შემდეგ. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები პრაქტიკულად რეფერენდუმის ტოლფასია და ახლა როგორც არასდროს საჭიროა ოპოზიციის კონსოლიდაცია ივანიშვილის მმართველობის დასამთავრებლად. შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკური ძალების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მელია უნდა ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ოცნებამ 53% ვერ აიღოს. თუმცა ისინი აღარაფერს ამბობენ იმაზე, უნდა იყოს თუ არა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისში. ქართული ოცნება კი ფიქრობს, რომ გეგმა მელიას გმირად ციხიდან გამოყვანის თაობაზე ოპოზიციურ ძალებს არ გამოუვიდათ.
შეთანხმების მიღწევაში მისი წვლილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც ის აუცილებელი არის რომ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და პირველ რიგში ჩაერთოს აი ამ შეთანხმებაზე ნაციონალური მოძრაობის სახელით ხელმოწერით. ოპოზიციის სტრატეგია თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა იყოს იმგვარი, რომ ქართულმა ოცნებამ პროპორციულ ნაწილში დააგროვოს 53%-ზე ნაკლები. როგორი იქნება აი ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება, ამას სამომავლო მსჯელობა გვაჩვენებს. თუმცა აუცილებელი არის რომ ყველა მიმუშაოს საკუთარ ამომრჩეველთან იმისათვის რომ ჩვენ მივიღოთ ის შედეგი რომელზეც ამდენი ხანი მუშაობდით და საქართველოში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. კოორდინაციის გარეშე მთელი ოპოზიციის ძალიან გაგვიჭირდება და რთული იქნება რომ ის პუნქტი რაზეც დამოკიდებულია რიგ გარეშე არჩევნები შესრულდეს, ანუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ქართულმა ოცნებამ არ მიიღოს 53% და ეს შესაძლებელია ოპოზიციური კოორდინაციით. ეს არ ნიშნავს საერთო კანდიდატს, ეს არ ნიშნავს ერთიან სიას, ეს ნიშნავს სწორედ რომ მრავალფეროვანი არჩევანის მიცემას მოქალაქეებისთვის, მაგრამ კამპანია, პლებისციტი, რეფერენდუმი, რომ არ მისცეთ ხმა ხელისუფლებას და ამით ჩვენ მოვიპოვებთ რიგ გარეშე არჩევნებს, უნდა იყოს კოორდინაციის და საერთო ოპოზიციური კამპანიის ნაწილი. ნიკა შეუძლია ძალიან დიდი წვლილი შეტანა სწორედ იმ კამპანიაში, რომელიც ეხება თვითმმართველობის არჩევნების რეფერენდუმად ქცევას. პოლიტიკური პროექტი ნიკა მელია გმირად, რომ გამოსულიყო საპატიმროდან დასრულდა ევროკავშირი არ უხდის გირაოს ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებს პირიქით ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება რომ ევროკავშირი პატივს ცემს ქართულ მართლმსაჯულებას ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე ევროკავშირს არ უჭირს იმის აღიარება და სხვა მექანიზმებით ამის მოთხოვნა რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი ეს არათუ ქართული ოცნების იმიჯს ლახავს პირიქით ლახავს იმ პოლიტიკური პარტიების იმიჯს ვინც ზურგი შეაქცია ამ შემთხვევაში ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და არ შემოუერთდა და ხელი არ მოაწერა აღნიშნულ შეთანხმებას ევროკავშირმა ოპოზიციონერი ნიკა მელიას გასათავისუფლებლად გირაო 40,000 ლარი გადაიხადა. ამ თემაზე სტატიას გარდიანი აქვეყნებს, როგორც ავტორი აღნიშნავს, ევროგაერთიანების მიერ გირაოს გადახდამ და ნიკა მელიას გათავისუფლებამ შესაძლოა საქართველოში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისი დაასრულოს. გარდიანი იმასაც იხსენებს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პოლიციამ სათაო ოფისზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის შედეგად დააკავა. ის სხვა მთავარი ამბებით ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებთ.